ჩვენ ოჯახში ვართ 6 დედმამიშვილი და 6-დან 4 მიგრაციაშია. ქვეყნის დატოვებაზე გიწევთ ფიქრი? სახელმწიფომ იმ ეტაპზე ჩაგვთა თვითგანადგურების რეჟიმში. ცარიელია დაიცალა სოფელი. თქვენი სოფელი. ჩვენთან ახლა სოფელში სად არის სამუშაო? აი სად უნდა დასაქმდეს ადამიანი? ვინც მიდიან მიგრაციაში, ისინი ამობენ, რომ აქ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. აქ გადაწყვეტილების მიღებია აქ რა და იქ მიდის და როგორ ფიქრობთ, სოციალური როლი აქ არ დაკარგეს მამაკაცებმა? ანუ ეს არის მათი არჩევანი თუ არის იწულება. ბავშვები დაუჯახდნენ. ის ხარჯი უკვე გაიზარდა, ის ახლა უნდა დაეხმაროს და გაწვდეს უკვე მათ ოჯახებსაც. ცოტა მენტალური პრობლემაც ხო არ არის, იცით? ისი არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან, აქ არაფერი სცადეს. თქვენი ბაზრები მარაგდებოდა ლაგოდეხიდან. ეხლა ამბობენ ხოლმე სადღა არის ახლა ლაგოდეხის კიტრი და მომიწერა. სუა ბევრჯერ გამიგია, რომ აი მე ზარმაციერი ვარ, მითია. რაღაცნაირად ხალხი გაღარიბდა, გაჩუმდა და მერე წავიდაო. ფული ხო არ არის ყველაფერი კეთილდღეობა და ყველაფერი ხო? როგორ შეიძლება რომ ადამიანს სანატრელად კონდეს შენს დედმამიშვილებთან ერთად ერთ მაგიდასთან სადილი და ნატრა იყოს უბრალოდ, ხო?